ყველას ვინც უყურა პირველ ვიდეოს და ვინც გამომეხმაურა იქვე კომენტარებში ან მომწერა პირადში. Სხვადასხვა სამ ვიდეოებზე გაკეთებული კომენტარებიდან გამოიკვეთა ერთგვარი ლიდერი პრობლემებში. ყველაზე მეტად თქვენ ასახელებდით პრობლემას დაბალი თვითშეფასების დონე. შემდეგ მოდიოდა შიშები, შემდეგ мотивация და ასე შემდეგ. სხვადასხვა ეს თავდაჯერებულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, როგორც აღმოჩნდა ფილმ გადაეცის ავტორებმა გამოკითხეს 100-ზე მეტი წარმატებული ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და უსვამდნენ ერთ შეკითხვას, რა იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც უდიდესი და გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენ წარმატებაში ცხოვრებაში და 85%-მა, ანუ აბსოლუტურმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ეს იყო თავდაჯერებულობა. თვითშეფასების მაღალი დონე მათ ჯეროდათ საკუთარი თავის ჯეროდათ რომ აუცილებლად მიაღწევდნენ წარმატებას და წარმოვიდგინეთ დღეს თქვენ რომ გქონდეთ ასეთი უღურყევი წმენა საკუთარი ძალისა, უღურყევი წმენა საკუთარი შესაძლებლობებისა, რომ თქვენ გქონდეთ მაღალი თვითშეფასება, არა რაღაც ამპატამური და არა რაღაც ქიმალური, არამედ ჯეროდათ იმისი, რომ თქვენ ხარ ადამიანი, ვიშხატად დარაჯენ, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი თქვენ გამოგივათ, ყველაფერი რაც არ უნდა გააკეთოთ და თქვენ არ გაწუხებდეთ არანაირი შიში იმის არ ვაი, რას თქვენ ადამიანები, ან შეიძლება არ გამომივიდეს, ან შეიძლება ვიღაცამ დამჩინოს, გამიყოს და ასე შემდეგ, არა. პირიქით, თქვენი ყოველი დღე იწყება უდიდესი ენერგიით და мотивაციით, იმიტომ რომ თქვენ იცით გამოგივათ ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ იცით, თქვენ ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი და თქვენ ხელგეწიფებათ ყველაფერი თავარია მოიდომოთ. ასეთ დროს თქვენ ხდებით საოცრად ენერგიის, პოზიტივის, სიხარულის, სიყვარულის წყარო არა მარტო თქვენი საკუთარი ცხოვრების ძრამით გარშემოყოფი ადამიანების, თქვენი გარემოცვისთვის. რა მომწონს იცით ყველაზე მეტად აი ქალებში, როგორც მამაკაცს. შეიძლება ეხლა ვერც კი წარმოიდგინოთ რა უნდა გითხრათ. მანერა, თავის დაჭერის მანერა. გინდა ჯდომისას, გინდა დგომისას, თუ გინდა სიარულისას ქალი შეიძლება მას ცით რამე განსაკუთრებული სილამაზე არ ქონდეს, თქვა ნარკვევი სილამაზე. მას შეიძლება არც რაიმე პარამეტრები არ ქონდეს, თქვა მოდელის პარამეტრები, მაგრამ თუ ქალს აქვს მაღალი თვითშეფასების დონე, აი ესეთი ქალი ერთი სიამოვნებაა უყურო ესეთი ქალი როგორ ზის თუნდაც, ან როგორ დგას, ან როგორ მოდის ქუჩაში, ღმერთო ჩემო, აი როცა ესეთ ქალს უყურებ ქუჩაში მოდის, გონია რა ითქ ქაღმერთი ჩამოვიდა ფეხად მიწაზე და ეხლა მოდის და მოხვება მთელი ქუჩა, მთელი სამყარო უკან მოხვებაო. საოცარი სანახავი არის და ხა წარმოვიდგინეთ რომ თქვენ შეგიძლიათ ესეთი ეფექტის მოხდენა. მარტო ქალებზე არ არის, ხა მე გავამახვილე როგორც მამაკაცმა, მაგრამ იგივე მამაკაცი. და შეთაშორის მე მინახავს ქალები, ძალიან ლამაზი ქალები, არაჩვეულებრივი რაღაც ეს კამით ნახავდიო რომ იტყვიან და ამ ფეხით რო არჩეული ქონდათ, მაგრამ რაღაცნაირად აი შეშინებული ვით თითქოს და რაღაც იმალებიან, არავინ არ შემამჩნიოს ისე რომ მიდიან ქუჩაში და თუ ნახა რომ შეხედე და მაშინ ხო საერთოდ შეიძლება იქ ფეხები აერიოს და დაეცეს. და ეხლა ქალის შემთხვევაში ხანდახან თუ ცოტა მაინც დასაშვებია ეგ რაღაც შეიძლება ეს მოწყობას მიაწერო ან მომსვლობას. კაცის შემთხვევაში ეს არის კატასტროფა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ მსგავსი პრობლემა თქვენ ცხოვრებაში არ არის და თქვენ ხართ იმდენად ენერგიული, იმდენად პოზიტიური, იმდენად სიხარულით. ასხივებთ. თუნდაც აი მარტო ერთი შეხედვითაც კი, თქვენი მანერებითაც კი რომ თქვენ ესე იგი უბრალოდ ხდებით უზარმაზარი სიყვარული და ენერგიის წყარო სამყაროში. დამხელა შესაძლებლობების გადაშლის ეს თქვენ წინ და იცით როდის არის ადამიანი ყველაზე მეტად თავდაჯერებული და ყველაზე მეტად დარწმუნებული საკუთარ თავში, როდესაც შეყვარებულია. უბრალოდ გაიხსენეთ თქვენი ისტორიიდან, ან შეიძლება ეხლა ხართ შეყვარებული, როდესაც თქვენ აუხსენეთ ადამიანს სიყვარული და თქვენც იგივე თქი პასუხობს. როდესაც თქვენ მას საყვარელმა მამაკაცმა აგეხსნათ, როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს სიყვარული და გამოგითხრათ მასში. ეს არის საოცარი წუთები, ამ დროს შენ არაფერი ამ ქვეყანაზე არ გაწუხებს, შენ ხარ ყველაზე მეტად თავდაჯერებული, შენ ხარ იმიტომ რომ შენ გიყვარ, შენ უყვარ ხარ და შენ ხარ სიხარულის და სიყვარულის წყარო, როდესაც ქუჩაში მიდის ასეთი ადამიანი, ის ასხივებს უბრალოდ, ისე რომ აი თვითონ შეიძლება დაინახო იგრძნო კიდევაც როგორ მოდის მისგან სხივების სახით ბედნიერება და ენერგია და სიყვარული. ამიტომ იყავით სიყვარულის მდგომარეობაში, გიყვარდეთ, შეიყვარეთ თუ არ გიყვართ, თუ არა და მაინც
როდესაც ქუჩაში მიდიხართ, როდესაც ზიხართ თუ გახართ, ყოველთვის ეცადეთ გაიმართოთ წელში, თავი ხრებში გაიმართოთ, აწიოთ თავი მაღლა ღიმილის სახეზე და წინ გამარჯვებებისკენ. კარგი, მე ხე გადავიდეთ მითებზე. მითები ეს არის ერთგვარი სტერეოტიპები, ეს არის ზოგადად წუნებულებები, რომლებიც გარკვეული საზოგადოებრივი სისტემების ეწოლის შედეგად ყალიბდება ადამიანში ამა თუ იმ საკითხის მიმართებაში. ერთ-ერთი ესეთი მითი, რომელმაც შეიძლება ადამიანს ხელი შეუშალოს, შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებს გვიხსნის ცხოვრებაში, ურთიერთობებში, ეფექტურობაში, იმისთვის რომ მივაღწევთ გარკვეულ წარმატებებს ადამიანებმა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ საქმიანობაში, თუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ეს გახლავთ სახელწოდებით, მითი სახელწოდებით ბედისწერა. რას ნიშნავს? ალბათ თქვენც ხსნენიათ, ან შეიძლება თქვენ თვითონაც ამბობთ ხოლმე, რომ ადამიანი როცა იბადება, მაშინვე მას ანათლავს ღმერთი ყველაფერს, მისი ბედი განსაზღვრულია, თავის ბედისწერას ვერავინ ვერ გაექცევა, როცა ჩვენ დავიბადებით, ჩვენ უკვე იქიდანვე არის ცნობილი მდიდარი ვიხდებით თუ ღარიბი ვიხდებით, სამოთხეში მოხდებით თუ ჯოჯოხეთში მოხდებით, მე არ დავიწყებ ეხლა უბრალოდ ესე განვაპელაციო განცხადებას არ გავაკეთებ, რომ ეს არის აბსურდი, უბრალოდ თქვენ თვითონ დააკვირდით, მიდის თუ არა ეს აბსურდამდე ეს ყველაფერი. თუ წარმოვიდგინეთ ერთ წუთი, თუ ყველაფერი განსაზღვრულია, როცა ჩვენ ვიბადებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და ოდის მოხდებით და სად მოხდებით და როგორ მოხდებით, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას. არ არის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება მოწმული ხართ თუ ათეისტი ხართ თუ უბრალოდ წარმოიდგინეთ რა აზრი აქვს ყველაფერს მაშინ. რა გინდათ მაშინ რატო უყურებთ ამ ვიდეოს, რას ეძებთ? ან სამსახური რა გინდათ, ან ბიზნესი რა გინდათ, ან ეს უამრავი რაღაცა თავის ტკივილები, იმაზე რომ ის ვალი როგორ გადავიხადო შვილების ფული, სად გადავიხადო იქ, რა ბიზნესი როგორ გავზარდო იქ შემოსავლები, შეთალოცილო თუ ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი არის, წადი რა, სადმე წამოწექი იქ ზღვისპირა შენს გემოზე, ფეხი ფეხზე გადაიდე, თუ უნდა დაგერხეს და უნდა დაიღუპო, ისედაც მოხდება ეს, ხო? რაც არ უნდა იფამხურო. და თუ ბედნიერება და წარმატება უნდა იყოს შენ ცხოვრებაში, ესეც ხომ ისედაც იქნება და რაღაც წვალო მაშინ, ხო? ანუ ეს არის უდიდესი აბსურდი, რომელსაც თუ დავფიქრდებით ჩვენ თვითონ მივალთ აქამდე. უბრალოდ საქმე რაშია, სინამდვილეში რეალობა იმაშია, რომ ადამიანი რო იბადება, მას ღმერთი აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მან შეძლოს მოახდინოს ცხოვრებაში რეალიზება იმ დანიშნულებისთვის, რისთვისაც იბადება. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვეძლევა არჩევანის თავისუფლება. ჩვენ თვითონ ვირჩევთ, გამოვიყენებთ, ან როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, რომელიც მოგვეცემა. და არაფერ შემთხვევაში არ არის ბედისწერა. ბედისწერას, ბედის მწერლები ჩვენი ბედისა ვართ ჩვენ თვითონ. ასე რომ ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ ყველაფერზე და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ბედისწერა ეს არის ჩვენი საქმიანობა. შემდგომი მითი უცნაური სახელწოდებით ან რას ნიშნავს? ან ჩემი საყვარელი საქმიანობა, ან საქმიანობა, რომელიც შემოსავლებს მომიტანს, ან ფული, ან სული. გახსოვთ ხო ეს სულიერება და პატრიოტიზმება და სიმდიდრე ერთად გამორიცხულია. მე მახსოვს მოთაშორის ჩემს ბავშვობაში იყო მოდაში ესეთი შეკითხვა, რომ აი რო ხედავდე დაუშვათ მდინარეში ხრჩობა შენი შეყვარებული და შენი ძმაკაცი, რომელს გადაარჩევ? ორივეს? არა, აი დაუშვათ ორივეს გადარჩენა არ შეგიძლია, შეგიძლია ერთის გადარჩენა. აი ეს მთელი ჩვენი ცხოვრება, სწორედ აი ესეთ მდგომარეობაში ვსვავთ ჩვენ. ჩვენ ცხოვრებას ჩვენ თვითონვე უყენებთ პირობას, რომ არ შეყვარებულიან ძმაკაცი. და გინდა თუ არ გინდა თანაც ვაზუსტეთ, რომ არა, არ შეიძლება ან ერთი ან მეორე. და ჩვენ თვითონვე ვქნით ამ პირობებს, რომ ცხოვრებაში არ შეიძლება ერთდროულად აკეთო ადამიანმა საყვარელი საქმეც და შემოსავლებიც ჰქონდეს იმ საქმიდან. არა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მთელი ცხოვრება ისეთ საქმეზე, ვაკეთოთ უნდა ის საქმე, რომელიც არ მოგწონს იმისთვის, რომ მივიღოთ ფული და მე იმ ფულით ვაკეთოთ ის საქმე, რაც მოგწონს. და აზროვნების ამ ფორმას და ქცევის ამ ფორმას რეალობაში მივყავართ იქამდე, რომ ვერც ერთ ვერ ვაკეთებთ ნორმალურად, ვერც იმ საქმეს ვერ ვაკეთებთ
ფორმალურად საიდანაც შემოსავლების მიღება გვინდა ისე რომ მივიღოთ იმდენი შემოსავლები, რომელიც გავაკეთებინებს იმას, ის იკეთებაც გსურს და ამის გამო სტრესები, დეპრესიები და მერე გავცარი, ჩემი ბედისწერა ყოფილა ესეთი და რას ვიზამ. ჩემო ძმასებო, დავფიქრდეთ ერთი წუთით და კარგად გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი. ეს არის იმ პროგრამების შედეგი, იმ აზროვნების შედეგი, რომელიც ჩვენს თავში იწერება ბავშვობიდანვე, სხვადასხვანაირი, სხვადასხვა მოვლენების, სიტუაციების თუ ადამიანების ზეგავლენის შედეგად. გახსოვთ აი ჩემი თაობის ადამიანებს თავად ახსოვთ ალბათ რომ ჩვენ როგორ გვეუბნებოდა ფული არის ხების ჭუჭი, რომ დიდ ფულს ადამიანი ვერ შეუპატროს ამ გზით და როდესაც ეს ყველაფერი იდება ჩვენს პროგრამაში, როდესაც ჩვენ მივიზდებით, შემდეგ რაც უნდა ცნობიერ დონეზე მოვინდომოთ თქვა ფულის შოვნა, ჩვენ ცნობიერში ზის პროგრამა, რომელმაც იცის რომ ფული შოვნით ჩვენ მოგვადგება ზიანი, ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ ლავაზაკი, ჩვენ უნდა გავცდეთ პატრიოტული ცხოვრების გზას და შესაბამისად ირთვება პროგრამა, ირთვება განგაშე სიგნალი ქრისტიანში ჩვენი პატრონის საფრთხეში უნდა გადავარჩინოთ. არ უნდა მივცეთ საშუალება რომ იშოვოს ბევრი ფული, იმიტომ რომ წარწყდება მისი სული, იმიტომ რომ ის გახდება არა ადამიანი, ის გახდება უნამუსო და შესაბამისად მიდის ბრძოლა ქრისტიანსა და ცნობიერის შორის და თუ გაუთვალისწინებთ რომ ქრისტიანია ის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ცნობიერი, გასაგებია როგორც დამთავრდება ეს შეკინება. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ კარგად რომ რეალობაში დასაშვებია ორივე, ყველა წარმატებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ვინც მიაღწია წარმატებას და ბედნიერებას, კი არა დაუსვა საკუთარ თავს პირობა, რომ ანძმაკაცი ან ცოლი, მან დაუსვა საკუთარ თავს პირობა, რომ ორივე და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ორივე გადავარჩინო. და თქვენს თუ დაფიქრდებით ამაზე, თქვენს უნდა დაუსვათ საკუთარ თავს სწორედ აი ესეთი პირობა, რომ ორივე და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ანუ პირობა არ არის აქ არ მიდის განხილვა იმის რომ ან ერთი ან მეორე უნდა იყოს ორივე, უბრალოდ მე უნდა ვიპოვე ხა გზა როგორ გადავარჩინო ორივე. და სწორედ აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს წმენა რომ საკუთარ თავში გავავივლოთ, აქ ხელშემშლებლად შეიძლება უკვე თავი წარმოიდგოს კიდევ ერთმა მითმა. ამ შემთხვევაში ჩვენ სიაში რიგით ამ მესამე არ მუშაობს. ანუ რა ხდება? ჩვენ თქვა ესეთი სიტუაცია რომ კი ეს ყველაფერი კარგია, დამოკითხეს წარმატებული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შემთხვევაში ეს კარგი იყო მუშაობს, მაგრამ ჩვენთან ეს არ მუშაობს. აი საქართველოში ეს საქართველოს რა აქ ძმაო ესე კი არ არის, ჩვენი ქართველები განსხვავებული ხალხი ვართ და აქ ესე არ არის ხა როგორც ამერიკაში და ინგლისში და რუსეთში და შემდეგ არ მუშაობს. არ მუშაობს ანუ ესეთი რაღაცა რომ აი არ მუშაობს. დავდივარ, ხედავ მე ძალიან ბევრი ბავშვად გავიარე ტრენინგები, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ბიზნესი წავუწიო წინ და უამრავი რაღაცა გაყიდვების ტექნოლოგიები, მარკეტინგში სხვადასხვა ტექნიკები, ფიშკები ყველაფერს სწავლობდა, თითქოს ამ ნერგავ ჩემს იმაში, მაგრამ არ მუშაობს, იმიტომ რომ საქართველოში არ მუშაობს. ასევე დავუშვათ იქ მე დავიწყე ქსელი კომპანიაში მუშაობა, ერთი თვე ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მე არ მუშაობს, იცი, არ მუშაობს. საქართველოში არ მუშაობს. ან შეიძლება საქართველოში არ მუშაობს, მაგრამ სამეგრელოში არ მუშაობს. სხვანაირი ხალხი ვართ, სვანეთში, ან კახეთში. მოკლედ, აი ესეთი რაღაც მოძებნეს თქვენ თავში, რამდენი რამე ყოფილა ესეთი, რაც არ მუშაობს. მაგრამ რეალურად ასე ხდება თუ არა? რეალურად მუშაობს თუ არ მუშაობს? საქმე რაშია, იცით? ყველაფერი მუშაობს, თავარი პრობლემა არის ჩვენს აზროვნებაში. და აინშტაინი ამბობდა, შეუძლებელია პრობლემა გადაჭრას აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც ეს პრობლემა წარმოიშვა. და სწორედ აქ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ თუნდაც აი ეს ყველაფერი ტექნიკები, ფიშკები, რა დავნერგოთ ჩვენ საქმიანობაში, ბიზნესში, ცხოვრებაში. მაგრამ აზროვნებას არ ვცვლით. მსგავსებით გლეხს, რომელიც ცდილობს მოიყვანოს მოსავალი მიწაზე, რომელიც არ დაამუშავა. აი უბრალოდ ყრის მარცვლებს მინდორში მიდის სახლში. და ელოდება მე როგორც ეკება შემოდგომაზე და აჯეჯილებული მინდო. შეიძლება რომელიღაც მარცვლებმა თავი წამოყონ, მაგრამ სახელო ჯარში მოსავალი ხომ არ იქნება. თუ არ დაამუშავა მიწა, სწორედ ჩვენ უნდა დავამუშავოთ ჩვენი აზროვნება, ჩვენი ეს ყამილი გონება ჯერ უნდა გავამოყიოროთ, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს იმუშაოს ყველა იმ პროგრამამ, ყველა იმ ტექნიკამ, ყველა იმ პროექტმა, რომელზეც ჩვენ დღეს გონია რომ საქართველოში არ მუშაობს.
და ამისთვის საჭირო არის მუდმივი ესეთი ჩვენი აზროვნების განახლება და ყველაზე ესეთი მარტივი მეთოდი პირველ შემთხვევაში იკითხოთ წარმატებული ადამიანების მიერ ამაზე დაწერილი წიგნები, მოусმინოთ მათ ვიდეო ჩანაწერებს, დაესწროთ მათ ტრენინგებს, სემინარებს, თუ თქვენს ქალაქში, თქვენს ქვეყანაში სადმე ტარდება შეკრება, ფასიანი უფასო არ აქვს მნიშვნელობა ადამიანებისა, ეცადოთ მიხვიდეთ, ხშირად გაატაროთ, მოხდეთ ამ ადამიანების გარემოცვაში, იმიტომ რომ აზროვნება ეს არის პროცესი, რომელიც იცვლება გარედან ზემოქმედების შედეგად. დაპროგრამების შედეგად ჩვენ დღეს რაც გვაქვს ეს არის დაპროგრამებული აზროვნება და მისი შეცვლა თუ გინდა ჩვენ მალდუებად უნდა მივაწოდოთ მას ახალი საზრდო რომ შეძლოთ ნელ-ნელა დაიწყოს ცვლილება ნელ-ნელა გამოვიდეთ გარკვეული აზროვნების ჩარჩოებიდან და თანდათანობით გავაფართოვებთ რა ჩვენს გონების და აზროვნების ესე თქვა პარამეტრებს ჩვენ ნელ-ნელა დავინახავთ რომ ეს ყველაფერი თურმე მუშაობს და გაგვიჩნდება სულ იმისა რომ ჩვენს გავაკეთოთ. როდესაც მე პირველად წავიკითხე პირველი განვითარების თემაზე, როდესაც მე გავეცანე წარმატებული ადამიანების წიგნებს და ჩანაწერებს ისტორიებს, მე ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი კარგია იქნება რომ საქართველოში არ მუშაობს, როდესაც დავინახე 5 წლის წინ გიორგი თვალაძის და ქეთევან გუგიაშვილის პირველი ესეთი ფეხადმული ახალი ნოტში ბავშვები, მათი ბლოგები, ჩემთვის ეს იყო როგორც გამონათება სიგნალებში რომ ხედავ თურმე აი ქართველებსაც დაუწყეთ თურმე აქაც შეიძლება რაღაცების გავსის გაკეთება და ამან ცით ამხელა მოტივაციებიც გიმოცა ეს უკვე რაღაც საოცარი და სხვათა შორის თქვენთვისაც დღეს უკვე მით უმეტეს მაშინ თუ ეს ერთეულები იყო დღეს უკვე იმდენი რამე საქართველოში შეგიძლიათ უკვე მოძებნოთ თბილისში ყოველდღე იმართება თითქმის სხვადასხვა სახის შეკრებები სხვადასხვა ხის სემინარები ფორუმები სამიტები მიდით დაესწარით გაიფართოვეთ თქვენი აზროვნება და თქვენში საოცარი ცვლილებები გელოდება შემდგომი მითი შეეხება რესურსებს რესურსების არ ქონა ანუ დავუშვათ აქ ყველაზე ძირითადად რა არის დრო პირველი კი მინდა მე ყველაფერი ვიცი რომ კარგია მაგრამ სადამაკი მაგის დრო არა მაგ არ წალია ანუ წარმოვიდგინეთ რომ აი მე ვიცი რომ საჭიროა უნდა მივარჯიშო ყოველ დილით ეს კარგია ჩემთვის მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს მე ვიცი რომ კარგია წავიდე ვისწავლო დავისწრო ტრენინგებს საპიროვნულად გამვითარდე მაგრამ სად წავია როცა დრო მეკნება მაშინ გავაკეთებ ხალხი მე ხავაზობ ძალიან მარტივ სავარჯიშოს აი ერთ ნებისმიერ დროს ასრულია ხალხი იყოს და დილით თუმცა ადგილით თქვათ ესე რა ვიცი რომელი საათი იქნება 6 საათი 7 საათი 8 საათი საღამოს რაღაც 9 საათამდე დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოდი ეს გავაკეთოთ ყოველ 15 წუთში ერთხელ ჩაიწერეთ დასაკეთებით გასულ 15 წუთის განმავლობაში უბრალოდ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი ყოველ 15 წუთში ერთხელ ჩაწერეთ დასაკეთებით გასულ 15 წუთის განმავლობაში ასე თქვენ მთელი დღის მონაცემს მიიღებთ სასურველია ეს იყოს ესე და სამუშაო დღე ჩვეულებრივი ის დღე რომელიც უფრო დღე რომელიც სადაც ყველაზე თქვათ ესე ჩვეულებრივი დღე და მოკლედ ვთქვა არა ის დღე როცა თვეში ერთხელ სამე ვიღავ და სასურველია და იმას გააკეთოთ არა ჩვეულებრივი დღე თქვენ საოცარი აღმოჩენები გელოდება წინ თქვენ ნახავთ იმდენ დროს თქვენს დღის გრაფიკში მინიმუმ 2-3 საათი ისეთი რომელიც აი უბრალოდ თქვენი რაში დავხარჯე რა უაზრობა ხო ჩატარეთ ექსპერიმენტი და კარგი იქნება თუ გავიზიარებთ თქვენს შედეგებს კომენტარებში. მეორე, ასე ვთქვათ, რესურსი კიდევ რომელსაც ფული, ფინანსები. მე კი ვიცი რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას ფული უნდა. ბიზნესის დაწყებას ფული უნდა, სამსახურის ფული უნდა, რაღაცას უნდა გადავხადოთ თამი. ტრენინგებზე რო ვიარო ჩემს თუნდაც ეს ყველაფერი კარგია ხარ რასაც მეუბნები, მაგრამ ეს რო ვიმუშაო ჩემს თავზე ამასაც ფული უნდა ხონდა გადავიხადო ტრენინგების ფული და მე იცით მე როგორი სიტუაცია მქონდა ვარჯიში დაწყება მინდოდა ერთხელ გადაწყვეტე რომ უნდა დავიწყო ვარჯიში და ამჭირდება ახლა დავიწყო ვარჯიში ჭირდება კედები ამბოდასები სპორტულები რაღაც როიანგარიში სადღაც 100 ლარი ჭირდებოდა და მე არ მქონდა 100 ლარი და მე ვთქვი რომ ვა კარგია მაგრამ ფული არ მაქვს ხედავთ რა იყო ჩემი პრობლემა ამ შემთხვევაში მეგონა ის იყო მე არ მქონდა 100 ლარი თორემ მე რომ მქონდა 100 ლარი ვაი ასამო მე ხა ვიყიდი ყველაფერს ამ ეკიპიროვკას და ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა ეგრევე წარმოგიდგენიათ და ვერ ხდებოდი რომ სიამბის პრობლემა იყო ჩემს აზროვნებაში და არა ასლაში
და მე გადავდე რომ მე როცა მეხნება აი მე დავიწყე მარჯის აი რა აბსურდია და როგორ ვერ ხდება მაშინ ადამიანი როცა აქედან უყურებ უკვე მეცნიერებას საკუთარ თავზე და როდესაც ეს სერიოზული პრობლემა იყო ჩვენთვის ასე ვარ მე ვიცოდი რომ ასე არის ჩემი ცხოვრების შეცვლა შეიძლება მაგრამ არ მქონდა მე ველოდებოდი როდის ვშოვიდი ასლას ზოგადად ასე ველოდებით ადამიანები და ეხლა მაშინ ეთქვა ვინმეს ჩემთვის რომ აი შენ ეხლა თუ იშოვი ასლას აი ხვალ საღამომდე გაგდრო ბინა 4 ოთახიანი თვლის შენი იქნება ასლა არ მოკიდი არა იშოვი ესე იგი მიწაში შავზრებოდი და შენ არ მოვიტანდი იმ ასლას რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი ქვეცნობიერ დონეზე აშკარა იყო ის აგებული რასაც მე მივიღებდი მე ამიტომ ცნობიერ დონეზე კი არ ვამბობ კარგია ბინა რომ მქონდესო კი კარგია $100 არა მე ვიცოდი თუნდაც გაიჟღინთა ოზა ამას გეუბნებიან შენ თვითონ უკვე თავიდან ქვეცნობიერ დონეზე ყველა დონეზე ყველა შემთხვევა უჯდამდე ატანს ამ წინადადების აგებულიანობა და შენ უკვე მიდიხარ და იშოვი იმპულსს იმ შემთხვევაში კი არა მე ცნობიერ დონეზე ვიქნები კარგი იყო მაგრამ რეალობაში არ მქონდა კარგად გასწორებული სინამდვილეში რამხელა შესაძლებლობების იშლებოდა ჩემში მე თუ შეძლები საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებას და ახლა თუ დავაკვირდებით ამ სიტუაციას მივხვდებით რომ პრობლემა სინამდვილეში თვითონ ფულში კი არ არის პრობლემა ჩვენშია და ჩვენს აზროვნებაში და ჩვენს მიდგომაში мотивацияში ტურისტის შეიძლება ეს ყველაფერი ასე რომ არასაკმარისი ფინანსები ამ შემთხვევაში არის აზროვნების პრობლემა და არა თქვათ თავადი ფინანსების და სწორედ ნებისმიერმა მილიონერმა იცის და თქვენ შეგიძლიათ მათი წიგნები წაიკითხოთ ამაზე დაწერილი ბიოგრაფიები თუ ისტორიები და ასე შემდეგ რომ მათ ცხოვრებაში წარმატება და ფინანსური უზრუნველყოფა თავისუფლება გაჩნდა მას შემდეგ რაც მათ სათანადო მოამზადეს საკუთარი აზროვნება თორემ იცით თქვენ სტატისტიკა რომ ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 80%-ზე მეტმა ვინც მოიგო მილიონები უზარმაზარი თანხები ლოტარიაში საშუალოდ 3 წელიწადში დაკარგა და უფრო მეტ ვალებში აღმოჩნდა ვიდრე იყო ფულის მოგებამდე იმიტომ რომ მათი აზროვნება არ იყო ამისთვის მზად სხვათა შორის ჩემს ცხოვრებაში მე ოდესაც 40 წლის ასაკში დავიწყე გვარი საკუთარ თავზე მუშაობა, ამიტომ ყო 40 წლამდე ჩემს ცხოვრებას ეს თქვა წასულ ცხოვრება და ახალწლად 40 წლის შემდეგ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფაქტორი, უდიდესი ფაქტორი რომელმაც ჩემზე ითამაშა ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი ეს იყო გაცნობიერება იმისა რომ ნებისმიერი პრობლემა რაც ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს ეს არის ჩვენი აზროვნების შედეგი და პასუხისმგებელი ყველაფერზე ცხოვრებაში ვარ ჩვენ თვითონ როდესაც ჩვენ მოვჭედით სხვის გადადაშაულებას იმაში რა ჩვენ ცხოვრებაში ხდება და იმაში რომ ჩვენ არ გვაქვს რაც გვაქვს და ყველაფერს ავიღებთ საკუთარ თავზე იმ შემთხვევაში იწყება უდიდესი ცვლილებები ცხოვრებაში როდესაც მე მივატოვე სამყაროს ადამიანების დადანაშაულება ღმერთის იმაში რომ მე რატომ მქონდა აი ესეთი ბედისწერა და გავაცნობიერე რომ რეალობაში ეს იყო არა ბედისწერა ღმერთისგან ჩემზე დაწერილი არამედ ეს იყო ჩემი არჩევანით წარმართული სცენარი ცხოვრებისა და როდესაც მე ჩემს თავს მივეცი პროგრამა რომ ან და ან კი არა შესაძლებელი არის ისიც და ისიც და გავიწყე ქმედებები რესურსების მოძიებისთვის და არა აზროვნების ფორმა იმისთვის რომ მე ახლა არ მაქვს და გადავდო შემდეგი როცა მეხება სწორედ მაშინ მოხდა ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ შევძელი გარკვეული შედეგების მიღება რომელმაც მომცა ბიძგი შემდგომ უკვე რომ გადამეტყვა უფრო მეტი ნაბიჯი წინ და როდესაც მე წლების წინ უნივერსიტეტში დავდიოდი ესე იგი მეტროში ჩავდიოდი დელისთან ამოვდიოდი და მე მივდიოდი ფეხით იმიტომ რომ მეტი ფული არ მქონდა მეტროში ჩასასვლელი და ისე უკან წამოსასვლელი სანამ უნივერსიტეტში წასვლა როცა დილით 3 საათზე ვდგებოდით მე და დედა ჩემი ნახევარში ცხოვრობთ მაშინ მივდიოდი და დავხედავდი რომ ფართოდ ჩამოსვლა ავტობუსებს რომ გვეყიდა ბითუმად პროდუქტები რომელე ეს ხებზე მოკიდებული გვეთხრია ბაზრამდე იმიტომ რომ თვითავეს ფული შევდებოდა არ ქონდა სადაც ადგილი მქონდა ნახირავები სადაც მე დღის განმავლობაში მე უნივერსიტეტში წავიდოდი და ჩემი კი გავიდოდა იქამ პროდუქტებს რომ 1-2 ლარი გვეშოვა ბინისკის გადასახდელი და საქმის ფული მაშინ ჩემი აზროვნება საერთოდ ვერ წვდებოდა
იმ სივრცეს, რასაც ქვია ეს ყველაფერი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. თუმცა მე მაშინ შემთხვევით ხალხში ჩამოვარდა ნაპოლეონ ჰილი წიგნი ფიქრე და გამდიდდი. მე ბოლომდე ვერც კი წავიკითხე შესაძლოა ჩემს ერთ პოსტში წელი დედამიწა მაქვს ეს ისტორია კარგად აღწერილი ჩემს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ. იმიტომ რომ ჩემი მაშინდელი აზროვნება საერთოდ არ იყო არანაირად ეს რაღაც ახლო-მახლოსაც კი არ იყო იმ აზროვნებასთან, რაცაც ქვია წარმატებული ადამიანების აზროვნება და შესაბამისად მე წლები დამჭირდა კიდევ რომ გამოსულიყავი იმ ერთგვარი მატრიციდან, იმ კომფორტის ზონიდან და შემდეგ როცა გამოვედი უკვე ყველაფერი წაიმართა სხვაგვარად. და მე დღესაც მახსოვს პირველი ზარი, როდესაც დედაჩემთან დავიყი და უთხრა დედა ჩვენ არ მჭირდება უკვე ვიცხოვროთ ნახირავებში, რომ გვაქვს საკუთარი სახლი. ასე რომ თქვენს იფიქრეთ ამ ყველაფერზე, იმუშავეთ საკუთარ თავზე და თქვენს იყიდეთ თქვენი სახლი. ეს სახლი იქნება ურთიერთობებში, ეს სახლი იქნება ფიზიკურ ფორმატში, ეს სახლი იქნება სამსახურში, ბიზნესში, ეს პირობითი არის სახლი. თქვენი სახლი ყველას გელოდებათ, თავარია თქვენ მიხვიდეთ იქამდე. ახლა კი შემოწიფასო მეგობრებო, თუ როგორ და რანაირი გზებით ამას ჩვენ გავაგზავნებთ მომდევნო ვიდეოებში, დღეს კი დაგემშვიდობებით და ბოლოს მაქვს ერთი თხოვნა. ქვემოთ კომენტარებში დაწერეთ, აი რა გააკეთოთ, იცით? აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ დღე-ღამეში 2-3 საათით მეტი დრო. მე აი ჩვეულებრივად ხო არის 24 საათი, ხო გაქვთ დღეს? რაღაცნაირად ხო მაინც იყენებთ ამას ასეა თუ ისეა. აი წარმოიდგინეთ, თქვენ უცებ დაგიჩნდათ დღე-ღამეში 2-3 საათით მეტი დრო. და მოგეცათ ორჯერ უფრო მეტი ენერგია, ვიდრე გაქვთ დღეს. რას გააკეთებდით? რაში გამოიყენებდით და როგორ გამოიყენებდით ამ დროს და ამ ენერგიას? მოკლედ ერთი წინადადებით შეიძლება ან ერთი სიტყვით შეიძლება კომენტარებში რომ დააფიქსიროთ ამ ვიდეოს ქვემოთ თქვენი მოსაზრება. და ასევე მე მაქვს თქვენთვის ერთი წინადადება. წინა ვიდეოს მეორე ნაწილში მოდი ასე ვთქვათ უფრო რომ გაგიადვილოთ და დავუშვათ ძალიან ესეთი ფსიქოლოგიური შეცდომა. ნუ ახლა არის შეცდომაზე საუბარი თქვა რაღაც გრამატიკაში თუ წარმოთქმაში დიქციაში და ფსიქოლოგიური შეცდომა რომელიც ეს სფერო როგორ არის ის სიტყვის ძალას შეეხება. ვინც იპოვის ამ შეცდომას და პირველი დააფიქსირებს აქვე კომენტარებში იმ ადამიანს ელოდება საჩუქარი. ძალიან მაგარი საჩუქარი და პოვოთ სიურპრიზად. ასევე ძალიან გთხოვთ გაუზიაროთ ეს პოსტი მეგობრებს, ვინც ის დღეს რომელიმე მეგობრს ახლა როგორ სჭირდება ეს ინფორმაცია რაც აქ მიიღეთ და დაალაიქეთ და დაელოდეთ ორ დღეში მესამე ვიდეო იქნება. მე კი გემშვიდობებით, დროებით, ჩახვდებით მწვერვალზე.